ჩვენგან თაობებით დაშორებული სტალინი, რომელიც ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში სისხლიანი და დაუნდობელი დიქტატორი იყო, რომლის რეჟიმსაც დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქართული საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ დადებით პერსონაჟად აღიქმება. დღეს სწორედ სტალინის გარშემო არსებულ მითებზე ვისაუბრებთ. მითი: მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო. ეს ტყუილი, რომელსაც რუსული პროპაგანდა ასე ხშირად იმეორებს, ემსახურება სტალინის გაცხადებას გმირად, რომელმაც კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნა. სინამდვილეში კი მეორე მსოფლიო ომის ისტორია ბევრად უფრო რთული, მტკივნეული და მრავალფეროვანია და სტალინის როლი მასში ბევრად სასტიკი და საშინელია, ვიდრე ამას ხშირად სკოლებში გვასწავლიან. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო სტალინისა და ჰიტლერის შეთანხმებით 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, რომელშიც ფარულ დამატებით მუხლებში გერმანია და საბჭოთა კავშირი საიდუმლოდ ინაწილებდნენ აღმოსავლეთ ევროპას. სწორედ ამ შეთანხმების შედეგად შეიჭრნენ ისინი პოლონეთში. ფაქტობრივად, ომი სწორედ ამ ორმხრივი აგრესიით დაიწყო. სტალინის წილი ამ ტრაგედიაში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. 1941 წლამდე საბჭოთა კავშირი აქტიურად ამარაგებდა ნაცისტურ გერმანიას ნედლეულით, რაც პირდაპირ აძლიერებდა ჰიტლერის სამხედრო მანქანას. ომის დროს სტალინმა საკუთარი ხალხის მიმართ ჩაიდინა დანაშაულები, ასობით ათასი ჯარისკაცი და მოქალაქე დაიღუპა მისი არაეფექტური, ხშირად მავნებლური ბრძანებების გამო, მაგალითად უკან დახევის აკრძალვა, რეზერვების გაუგებარი განკარგვა და მასობრივი რეპრესიები ომის პერიოდში. წითელი არმიის გამარჯვებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ეს მხოლოდ ფრონტის ხაზი არ იყო, უკანა ხაზშიც კი სტალინის ტერორი გრძელდებოდა. სტალინის გამარჯვება არ იყო ინდივიდუალური. ნაციზმის დამარცხება შესაძლებელი გახდა მოკავშირეების, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, ბალკანეთის სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით, რომლებიც წითელი არმიის გვერდით იბრძოდნენ, ან ფრონტს დასავლეთიდან ართმევდნენ. და ბოლოს, ომის დასრულების შემდეგ სტალინმა აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი რეჟიმის გავრცელება დაიწყო, რაც 10 წლეულების განმავლობაში თავისუფლების დაკარგვას ნიშნავდა მილიონობით ადამიანისთვის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუმინეთამდე. ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ სტალინმა მოიგო ომი, იგნორირებას ვუკეთებთ როგორც მის სისხლიან პოლიტიკას, ისე იმ მრავალფეროვან და მრავალმხრივ ძალას, ვინც რეალურად დაამარცხა ფაშიზმი. არ დაგავიწყდეს, სტალინი იყო არა ომის გმირი, არამედ ტოტალიტარული რეჟიმის სისხლიანი ლიდერი. მითი: სტალინი მორწმუნე ადამიანი იყო. სტალინი მართლაც სწავლობდა გორის სასულიერო სკოლაში და შემდეგ ტიფლისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა ეს არ უნდა აგვერიოს რწმენაში. სწორედ სემინარიის პერიოდიდან დაიწყო მისი დაცილება ეკლესიიდან და სწრაფვა რევოლუციური იდეებისკენ. სტალინი მარქსის, ენგელსისა და ლენინის იდეების ერთგული გამზიარებელი გახდა და კომუნისტური რეჟიმის დასაწყისიდანვე რელიგიის პირდაპირი მტერი იყო. მისი მმართველობის პერიოდში ათასობით ეკლესია, მონასტერი და მეჩეთი გაანადგურეს, ან გადააკეთეს საწყობებად, თეატრებად და ცირკებად. მოღვაწეობა აუკრძალეს ათასობით მღვდელს, ბერსა და სასულიერო პირს, ბევრი მათგანი დახვრიტეს ან გადაასახლეს. რელიგიური ლიტერატურა აკრძალული იყო და ნებისმიერი ღია რელიგიური გამოხატულება წარმოადგენდა წინააღმდეგობრივ ქმედებას საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ. მხოლოდ 1953 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა ტაქტიკურად დაუშვა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რათა დაემშვიდებინა მოსახლეობა და გაეზარდა მორალური მხარდაჭერა ომის პერიოდში. ეს არ იყო რწმენაზე დაფუძნებული ნაბიჯი, ეს იყო პრაგმატული გეოპოლიტიკური გათვლა. საინტერესოა, რომ პირად საუბრებში სტალინი ცინიკურად და ირონიით მოიხსენიებდა ღმერთს და რელიგიას. მის გარშემო მყოფებიც მკაცრად ატარებდნენ ათეისტურ პროპაგანდას. ასე რომ სტალინი მორწმუნე კი არა, რელიგიის სისტემური გამანადგურებელი იყო. მისი დროის საბჭოთა კავშირი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიურად დევნილი სივრცე იყო. თავისივე ჩანაწერებში სტალინი წერს, თუ სადმე შეიძლებოდა ღმერთის წინააღმდეგ აზრები გამჩენოდა, პირველ რიგში სემინარია იყო. მითი: 1927 წლის ადამიანების მასობრივ გადასახლებასა და დახვრეტაზე სტალინს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. 1927-38 წლების დიდი ტერორი, ანუ დახვრეტები, გადასახლებები და მასობრივი რეპრესიები პირდაპირ უკავშირდება იოსებ სტალინის პირად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხელმოწერილ ბრძანებებს.
სტალინი ამ პროცესის კოორდინატორი და ინიციატორი იყო. 1927 წელს, როცა ჯერ კიდევ ეჟოვის ხელმძღვანელობით მოქმედებდა NKVD, სტალინმა და ლავრენტი ბერიამ დაიწყეს ოპერაცია 00447, ოფიციალური სახელწოდებით ყოფილი ხალხის კლასების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია. ეს დოკუმენტი პირადად სტალინის თანხმობით და ხელმოწერით დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით შეიქმნა ეგრეთ წოდებული გამოსაჩენი კვოტები, ანუ კონკრეტული რიცხვები, რამდენი ადამიანი უნდა დაეხრიტათ და რამდენი გადაესახლებინათ თითოეულ რეგიონში. მსხვერპლთა კატეგორიები მოიცავდა ყოფილ მენშევიკებს, ბურჟუებს, მღვდლებს, სოციალისტებს, ნაციონალურ უმცირესობებს, ინტელიგენციას და უბრალოდ გლეხებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ საბჭოთა სისტემის საწინააღმდეგო განწყობაში. სტალინთან პირადად მიჰქონდათ წასაკითხად და ხელმოსაწერად შავისიები, ათასობით ადამიანის სია, რომელთა დახვრეტას უშუალოდ ის და პოლიტბიუროს წევრები ამტკიცებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 1927-38 წლებში სტალინის დავალებით დახვრეტილი იქნა მინიმუმ 700,000 ადამიანი. გადასახლდა და ბანაკებში მოხვდა კიდევ მილიონზე მეტი. უამრავი მათგანი მოკლეს წამების, შიმშილობის ან სასტიკი მუშაობის პირობებში. სტალინი არ იყო უბრალოდ ინფორმირებული. ის თავად განსაზღვრავდა მასშტაბს და აძლიერებდა ეგრეთ წოდებულ საყოველთაო შიშის მმართველობას. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ სტალინი ღიად წერდა კადრების რაოდენობაზე, კვოტაზე, მის გაზრდაზე, ზედმეტად რბილად მუშაობაზე. ის მსგავს ინსტრუქციებს იძლეოდა უშიშროების ხელმძღვანელების მიმართ. ასე რომ მტკიცება თითქოს სტალინს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ისტორიული სიცრუეა. მისი ხელმოწერები, ბრძანებები და იდეოლოგიური პასუხისმგებლობა პირდაპირ აკავშირებს მას მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ და სასტიკ ტერორთან.